მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ როგორც დავაანონსეთ, დღეს უნდა მოგიყვეთ ჩვენს კლუბზე, დავაარსეთ კლუბი. ჩვენ ხუთმა ადამიანმა ვინცართ აქ შეკრებილები, საქართველოს დევრების კლუბი და ამაზე უფრო ცლად მოგიყვებით ახლა ყველაფერს. გიორგი იქნება ინიციატორი საუბრის, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ჩემს მარცხნივ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გიგა მებუთნიშვილი და მარჯვენა მხარეს გვიმშვენებენ დამფუძნებლები ლადო და გიორგი, ჩვენი ძმები, რომლებმაც ამ კლუბის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს რა. მოდი მოვუყვეთ მეგობრებო, ხალხს როგორ და საიდან გაჩნდა იდეა ამ კლუბის დაარსების. რეალურად რომ ვთქვათ, ახლა ეს საიდან და როდის გაჩნდა, თავიდან ახლა მე შენ და ლადო, ძველი იაკტერიერისტები, მათი მოყოლებული იაკტერიერების მესამე ჯგუფის კლუბის ჩამოყალიბებაზე ქონდა სურვილი. შემდეგ ისე მოხდა დრო გავიდა და ყველამ ასე ვთქვათ აღარ პროცესი იაკტერიერები ყავს დევრები და ჩამოყალიბეთ ეს დევრები. თუმცა ჩვენს კლუბში მაინც ყოველთვის არიან, ხო ლადო? თუმცა ეს დევრები არის, მაგრამ ეს არის მარტო დევრებს არ იფლექცინებს ისი FCA საგვარეულო ნუსხით, რაც არის მთავარი მიმართულება, რომ მინდა რომ განვითარდეს საერთაშორისო ნუსხებით, რომ არა მარტო საქართველოში და სადღაც ხო, მარტო იმაში იყოს რა, უნდა იყოს საერთაშორისო აღიარებული. ბევრი რამე აკისრია ამ კლუბს და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ესე რომ ვთქვათ, პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, როგორც ლადო თქვა, FCA საგვარეულო ნუსხის მქონე დევრების პოპულარიზება საქართველოში, მეორე საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩატარება, დართვის აქტების გატარება იქნება ამ კლუბში, დევრებზე ასაუბარი და ბევრი აქტივობის გაკეთება შეგვეძლება რა მაგალითად გამოფენის ჩატარება თუნდაც გაისად, ანუ 2026 წელს უკვე პირველად გვაქვს დაგეგმილი შეჯიბრის ჩატარება, FCA-ის ოფიციალური შეჯიბრის, საველე შეჯიბრზე არის საუბარი, აქ ვთქვათ, იქნება ჩამოყვანილი უცხოეთიდან, კერძოდ სერბეთიდან მსაჯი, მასთან უკვე მოლაპარაკებული ვარ, ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ, უბრალოდ თარიღებს უნდა დაზუსტება და ნუ ამ თარიღების დაზუსტება მოხდება უკვე ცოტა ახლოს რომ იქნებით ამ შეჯიბრთან. ჩატარების თარიღი კი დაახლოებით აპრილის თვე იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კლუბის უდიდესი და უმთავრესი მოვალეობა არის ის, რომ შეგვეძლოს ევროპის ჩემპიონატზე ძაღლების, ანუ ნაკრების დაყენება, რისთვისაც საჭიროა FCG-სთან თანამშრომლობა, ასევე FCI-სთან თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე შემდგომ უკვე ჩვენი გუნდი, ჩვენი ნაკრები რო გავა ევროპის ჩემპიონატზე, უფრო მეტად დაფასდება და უფრო მეტად მეტი ადამიანი გაიგებს ამ ყველაფერს და მეტ ადამიანს მოუნდება რომ ესეთი დევრები ყავდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება ჯიშის განვითარებას, ჯიშების განვითარებას, ამ შემთხვევაში რამოდენიმე ჯიშს საერთიანებს ეს კლუბი. იმისთვის რომ ამ ჯიშებმა მოიპოვონ საერთაშორისო შეფასებები, ასევე ქვეყანაში ჩატარდეს შეჯიბრები, გამოფენები და ასე შემდეგ რა. კლუბის ძირითადი მოვალეობები მდგომარეობს ამაში. მოდი აქვე აღვნიშნოთ მეგობრებო და ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ეს არ არის რომელიმე კონკრეტულ ჯიშზე, ან ჯიშებზე მორგებული კლუბი რა. ეს არის ნებისმიერ იმ ჯიშზე, რომელიც საქართველოში შემოვა FCA ნუსხით დევრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გავერთიანდით დევრების ირგვლივ. თორე სხვადასხვა მიმართულებაში გიგამიზის გვერდზე და არ შეიძლება მეშვიდე ჯგუფი წინავს, შეგვიძლია ვთქვათ, წინავს საქართველოში და ერთ-ერთი მოწინავე ხდება თავის შედეგებიდან გამომდინარე ბოლო წლებში ასაკეთებენ და ჩვენი მიზანიც ზუსტად ეს არის, რომ ეს შედეგები დავუდგათ რა. არა მარტო შიდა სფეროში, არამედ ევროპას და სოფლიოს გავაცოთ ჩვენ თავად, რატო არა? თავარი ეგ იყო რა, მიზანი არის ეს, რომ საქართველოში ბევრი კარგი დეშავიც ყავს, მონადირეც ყავს, ძაღლეც ყავს, ვდები და ძაღლები არ არის რატომღაც საერთაშორისო აღიარებული. სულ არის რაღაც უჯიშო რაღაცა შიდა აღიარები და რატო იყოს საერთაშორისო აღიარებული, განვითარდეს საერთაშორისო სამოთი, რატო არა? რატო ვიზე ნაკლები ვართ, რატო უნდა ვიდგეთ უკან? აი ეს არის ყველაზე საინტერესო, ვდები, მაგაზე გწდება ადამიანს გული, რომ ყავს ძაღლს ზრდი, იმას იზავ და რატომღაც შეიძაღლი ჩაგრება იმის გამო რომ არ აქვს საერთაშორისო ნუსხა, რატო უნდა დაიჭეროს? ამას იმედია რომ ხელი შეეწყობა, იმედია რომ განვითარდება, იმედია რომ მეტი წამოვა ძაღლები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ჯიშის იქნება ეს სერბული იქნება, ესტონური იქნება თუ სხვა ხალხი იქნება, მთავარია კონდეს
საერთაშორისო აღიარებული ნუსხა და საჭიროების შემთხვევაში ზავმა მიიღოს მონაწილეობა ყველა, სადაც საჭირო იქნება. არა მარტო საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამაყავ და ჩვენ რო ვიყავთ, აი მაგრად რა ხო ხდება? აი ეს არის თავარი მიზანი და ამიტომ ვიღაცას გული რაღაცა არ უნდა წეს იმის მარტო არა, ყველა ვისაც ამის სურვილი ექნება გვერდზე აგერავოთ. მოვიდეს, დადგეს ჩვენ გვერდზე და რა ვიცი. მაგასაც გოდი ყველას კარი ღია, მე ამის თქვა მინდა რა ამ ვიდეოში. ყველას კარი ღია, მე ვიცი. ჩემი სურვილი პირადად იქნება, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ, ოღონდ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს მეგობრობით, ურთიერთგაგებით, ერთმანეთის სიყვარულით, აგერ 15 წელია, 16 წელია უკვე პოინტერ სიტერ კლუბი არსებობს, უბრალოდ ჯერ პოინტერ კლუბი იყო, მე პოინტერ სიტერ კლუბი გახდა და დღემდე ბევრი ადამიანი შემოგვემატა, ზოგი მოვიდა, ზოგი წავიდა, მაგრამ დღემდე ის ბირთვი, რომელიც სამეგობრო ვინც გადავწყვიტეთ, რომ ეს საქმე გვეკეთებინა, უბრალოდ ჩემზე ადრე და უფროსებმა გადაწყვიტეს, მაგრამ იმ სამეგობროს ნაწილი გავხდი მე და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი რა ვიცი, სიხარული მაქვს, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები გამაცნო ამ სფერომ, როგორ ადამიანებსაც მე ამ სფეროს გარეშე ვერ გავიცნობდი და მინდა რომ ამ კლუბის მთავარი არსი და მთავარი შინაარსი ის იყოს, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ამით, ახალგაზრდებმა აგერ ეხლა ხედავთ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მონდომებულები ხართ და დღეს თუ 4-5-ნი ვართ, ხვალ შეიძლება 15 და 20-ნი ვიყოთ. თავარი ეგ არის, რომ ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა არ დავკარგოთ და ის არანაირი კონკურენცია აქვს, ისეთი კონკურენცია მხოლოდ შეჯიბრებზე და აუცილებელიც არის შეჯიბრებზე კონკურენცია, მაგრამ რაღაცა ვიღაცას ახლა სერბული ყავს და ვიღაცას ესტონური ყავს და ერთმანეთს რაღაც ის იყოს, ეგ თავიდანვე უნდა იყოს მომსპარი რა და უნდა იყოს ერთი ოჯახი, რომელიც საქმეს გააკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე ამ კლუბის სახელი, ამ ქვეყნის სახელი, უბრალოდ საერთაშორისო დონეზე გაიტანოს. თორე ყველას ყავს ახლა მე ნადირობა დავიწყე მდევრებით. სულ პირველად მამა ჩემს კი მწყერზე დავყავდი ძირითადად, მაგრამ მე პირველად რაც მოვკალი, პირველი იყო მელია რუსული მდევრის ნადევრი და მთელი ცხოვრება მყავდა მდევრები. აი მაგაზია სამ ზოგი მერე ზოგიად ახლა ყველაზე ბოლოს ასე რომ თქვა ხა ამ ხალხში ყარმაზანა და გავიცანი, მაგრამ იმდენად უცებ და მარტივად შემოვიდა კონტაქტში და რაღაცა ისე დამიმყარდა სიტყვაზე მეც და ლუკასაც. ხო, ხა რო წლები ეგონება იცნობს და იმდენად ცდილობს, რომ ამ ჯიშს ზოგადად ჯერ პირველ რიგში ჯიში რაც ყავსებული სამფერა და მე FCI-ის მე დევრები რაც არის იმას რომ აი რაღაცნაირად დაეხმაროს ის ქნას ეს ქნას გააკეთოს და ყველა ერთად გობით ყველაფერი გამომივა. ჩემი საქმენი რაც არის იმას ვიტყვი რომ ბევრი ადამიანი რაღაცა სხვანაირად ხარმინდა რომ მანდ წავიყვანო საუბარი, მაგრამ ისე არ იყოს რომ თითქოს აი ჩვენ რაღაცა ვინტერნეტით იმ ჯიშებს რომლებიც რაღაცა უსამართლოები არიან, ანუ არავითარ შემთხვევაში სულ 2 წელია რაც მე სერბული მდევრები მყავს, აი ხა გახდა 2 წელი ამ გაზაფხულით, მანამდე ჩვეულებრივად როგორც დღეს 95 თუ 16% რაც საქართველოში მდევრების არსებობს, რომ არის ისეთი ჯიში რომელიც FCI-ის მიერ არ არის აღიარებული, ძალიან ცოტა არის FCI-ის მიერ აღიარებული იმასთან შედარებით რომლებიც არ არიან აღიარებულები, აი მაგ მდევრებიდან მოვდიოდი მე პირადად და აქ ვიცავართ, რა ვიცი ხა ყველა მეტნაკლებად ეგ არ ნიშნავს, მაგრამ ეგ არ არის ის ძირითადი მიმართულება, რაც ამ ჩვენ კლუბს აქვს, ვიღაც დისკრედიტაცია. ხო, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ანგარიშს სადმე ყავს სერბული მდევრები, ხვალ შეიძლება რა ვიცი, სხვა მდევრები, უბრალოდ თავარია ეს ყოს FCI-ის მიერ აღიარებული, რომ შეძლოთ ჩემპიონატზე ნაკრების დაფეცვა. საერთაშორისო შეჯიბრებზე გასვლა, ბევრად რაღაც არის, ახლა მე მაგალითად ბევრების შეჯიბრზე ვიყავი, აი ძალიან ის ასე ვთქვათ, ექსპონატად ერთ შეჯიბრზე წავედი სერბეთში, ჩემი ზაღლით მივიღე მონაწილეობა და ანუ ხა პირდაპირ თუ ხა ვერ გადმოვაქართები, იმდენად დიდი кайფი და მუღამი მივიღე ამ ყველაფრით, რომ წელს, კაროჩე, მოკლედ აი იმდენად ვცდილობ, რომ უფრო ძლიერი ჩავიდე და უფრო მეტი შედეგები დავდო, რომ აი მე შეიძლება და ყველა შედეგი წასვლა ყოველთვის შედის უფრო სხვანაირი იქნება. ხა მე გამომიცდია ჩემ თავზე და ბოდიშლადო ერთს ვიტყვი და მე მოვრჩები მე ზუსტად მაგაზე გიო მინდოდა რომ ეს იმიტომ კი არ კეთდება ეს კლუბი რომ რაღაცა ვიღაცას ზე უკეთესები რომ ფანტაზი რუსული რო აღიარონ ხო მე შეგნას აღიარო რა თქმა უნდა მოვიდა ბევრთან ხოდა ძალიან ბევრმა დამირეკა მართლა ძალიან ბევრმა დავირეკა და ვისაც რუსულები ყავს რა და რუსული ჭრელებიც ყავს და ბევრს უნდა აუხსენი უბრალოდ რომ არ არის ამ ჩვენს არ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული
ნეტა ღმერთმა ქნას აღიარება მოიპოვონ, რაც მეტნი ვიქნებით და რაც მეტი სამყარის გარკვევის გამყიდებელი ადამიანი იქნება, მაგას რაჯობი ყველა უნდა ვიყოთ. ესე იყო პოინტი, ჩვენ როდესაც FCI-ის საგვარეულოს მქონე ძაღლების ჩამოყვანა დავიწყეთ, რაღაცა სხვანაირად შეხედეს ამას. ჩვენ არავის არც მაშინ და არც ახლა არავის ტერი და ის არ ყოფილა. უბრალოდ ეს იყო იმიტომ რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის საშუალება გქონოდა. მე ჩვენ კლუბი როცა ჩამოყალიბება, როცა გიორგი და მირეკა და როცა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ, ზუსტად მეც ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თქვენ ზუსტად ამ საქმისთვის გინდათ ეს ყველაფერი რომ ეს შეიძლება ვიღაცას უფრო კარგი ყავდეს, ვიღაცას უფრო ცუდი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარი მიზანი არის რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა აიწიოს. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებო, რითიც შემიძლება თქვენ ვერდით ვიქნები და ჯგუფი და ზოგადად ანუ ეს მარტო ერთია რომ საერთაშორისო შეჯიბრები და მეორე არის ის რომ ხალხსაც და ზოგადად ამ ადამიანებს დავანახოთ რომ ეგრეთ წოდებული ეს ნადირობა არ არის, მაგრამ ეს დაკონიერება რა. მე პირადად მაგალითად სეზონი რო დამთავრდება გაზაფხული და ზაფხული, ანუ ეს პერიოდი როცა არ არის სანადირო სეზონი, გაცილებით ალბათ 10ჯერ მეჯერ გავდივარ ხოლმე ტყეში ვიდრე ნადირობის სეზონზე. ანუ ეს არ არის მარტო თოფის დატენვა და მოკლა რა. ანუ ეს არის მთლიანი პროცესი, ანუ მთლიანი, რავი, რა ვთქვა რა. არ არის გაგლის ჩაყენება, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აქ. მოკლედ ბიჭებო, მოდი რა ერთი საკითხის ტრიალებთ ხა და მოდი ეს ვთქვათ და აღვნიშნოთ რომ კლუბი ახალი შექმნილია, თუმცა უკვე 25 კაცამდე ვართ ამ კლუბში წევრები. ვიწყებთ უკვე დავიწყეთ უკვე საქმის გაკეთება და ამას მე ყველაფერს თუ სურვილი გექნებათ ძალიან მარტივად რა უბრალოდ შეგვიხმიანოთ არანაირი პრობლემა არ არის ამ კლუბში მოხვედრა. აი აქ უძივარ შეგვიხმიანეთ ჩვეულებრივად მარტივად მოხვდებით და მე შიდა სამზარეულოს ყველაფერს გაგაცნობთ. უბრალოდ კლუბის წევრი იქნებით, უბრალოდ ერთადერთი რაც არის თუ არ გყავთ FCI საგვარეულოს მქონე დევარი, ვერ მოხდება თქვენი დევრის გამოყვანა იმ შეჯიბრებებზე, იმ ღონისძიებებზე, რასაც ჩავატარებთ. დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენ გვერდით იქნებით ყველა საკითხში და ყველაფერში. რა ეს მინდა აქვე აღვნიშნო და ყველას ვუთხრა, რომ ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ კლუბში მოხვედრა რა. ყველასთვის თქვენი კარი ყველასთვის ღია რა. რაღაცა არის. პროსტა ერთი ვთქვათ, რომ ძალიან გვინდა რომ განვითარდეს მემდევრეობა საქართველოში და გვინდა რომ მეტი ჯიშიანი ძაღლი იყოს, მეტი ხო, მარტო ისა მეტი ჯიშიანი ძაღლი იყოს, მეტი საერთაშორისო მქონე ნუსხის ძაღლი იყოს და რავი, ერთი სულ რასაც ვამბობ არის რომ ძაღლს ხომ აიცდი. არანაირად არ გამსხოლდება ეს FCI-ის საბუთით იქნება თუ ჯიშო იქნება, ორივე ძაღლი, ორივეს კვება უნდა, ორივეს მოვლა უნდა, ორივეს პატრონობა უნდა, ყველაფერი უნდა, იგივე უნდა გააკეთო, იქაც და იქაც და ნუსხის გამო ან რატომ უნდა იწვალო ამდენი და რატომ უნდა დაიჩაგროს ძაღლი, ხდები? ბარი მოდი ნუსხაც ხონდეს. უამრავი მდევარი ყავს საქართველოში, ძალიან ბევრი, აი ძალიან ბევრი. და თითზე ჩამოსათვლელია ნუსხიანი ძაღლები და რატო ხო? ვფიქრობ, რომ ამდენი მდევარი ნუსხიანი ყავდეს ჩვენს, რაც საქართველოში მდევარი, ყველა ნუსხიანი იყოს, აი ძალიან მაგარი იქნება, ძალიან მაგარი შეჯიბრებები მოეწყობა, ძალიან მაგარი საველეები მოეწყობა და ძალიან კონკურენციას ხო, იმაზე ვიქნებით რა, მაგრამ სამწუხაროდ ნუსხის გამო და ამ რატომღაც იმის გამო რომ ყურადღებას არ აქცევენ, რავი, ბევრი მარტო ფურცელს ეძახის და რაღაცა დასცინის ნუსხიან ძაღლებს. ვფიქრობ, რომ ეს როდესღაც უნდა დამთავრდეს მოიშალოს. იმიტომ რომ ერთი რო გამოვა ცუდი ნუსხიანი, ეგ ამახსოვრდება და 100 ნუსხო ცუდი რო გამოვა, ის არავის არ ნუსხოს არავინ არ უყურებს. აი, ერთგანაც არის, მეორეგანაც ერთ ჯიშის არის, მეორე და ყველა ჯიშის არის. აი და ცუდი. რა თქმა უნდა, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ხდები? ეს არ შეიძლება რომ რაღა ნუსხა ყველა იყოს აბსოლუტურად კარგი და ნუსხა თუ არა აქვს, უნუსხოშიც არის. ცუდი და კარგი და ნუსხიანშიც არის, მაგრამ ნუსხიანში მეტი პროცენტით არის კარგი ელემენტური წინაპარიც. ხო, ეს რა თქმა უნდა, მინიმუმ 4 თაობა იცი, რომელი ძაღლებიდან მოდევს, თუ არის შეიძლება წაიკითხო გვარი, სახელი, ვისი იყო, ვის ყავდა და რა მოღწევა უნდა ის ნუსხიაში ცუდი ძირითად გამოდის არასწორი იმოშენების გამო. კი ბატონო, მანდ ცალკე კინოლოგია, ცალკე სელექცია და ძალიან ბევრი რამე და რავი, ნუსხა ბევრი ინფორმაციას გაცემს. ძალიან ბევრი ინფორმაციას გაცემს. და საინტერესოა რა ეს სიტყვით. და აუცილებელია მარტო მემდევრო ზოგადად მეძაღლეობის განვითარებისთვის და ძაღლის განვითარებისთვის აუცილებელია ნუსხა.
არ ვიცი, ბევრს არის ძალიან ბევრზე ითქვა კიდე რომ აი აფარებენ და იჩებენ ეს ჩვენებენ ელემენტარული იმპორტირებული ძაღლი რაც არის სერბული სერბეთიდან და რაც ჩამოწევს თუნდაც და სხვა ქვეყნებიდანაც არის ყველა არის ან ტვიფი აქვს ან ჩიფრებულია და ჩვენთან ახლა კლუბში ხარ ვინც ვარ ჩვენთან ხუთი ასე თუ ისე 99% რა ძაღლებიც არის საქართველოში მდევრებზე მოგსაუბარი თითქმის ყველა ვიცით რა ეგეთი მეორე დართ როცა ჩვენ კლუბში გადარდება ძალიან კაცრად შემოწდება ნუ არ იყოს რაღაცა მიკერებული თელი ისენი და ამას ჩვენ ვეცდებით ყოველთვის ყველანაირად რა გაკონტროლდება ვით უმეტეს პატარა ეგეთი რაღაცები თავზე და ყველა ვიცით ვის გაძაღლი ყავს რა ძაღლი ყავს რაზე დაერთო რა საკეთეს რის გამკეთებელია და მაქსიმალურად რა ვიმეცდებით რომ არ მოხდეს ისე რომ ძაღლი არაფრის გამკეთებელია რაღაცა და ის დაერთოს გამოვიდეს ჩვენი ის არის რა ისე ისე ანუ რა უკან დავხროს საქმეში სხვა მეტი არაფერი და ბიჭებო რა ყურადღება უნდა მიექცეს და იმედია რომ განვითარდება მემდევრეობა და საკუთარი ძაღლები ეს დავამატებ ნუსხიანი და უნუსხო ძაღლის ესე შედარება რომ აი ეს ჯობია ან ეს ჯობია ზოგადად ძალიან რთულია ჩემი ერთადერთი სათქმელი იქნება ის რომ შრომა ჭირდება ერთ ძაღლსაც და მეორე ძაღლსაც არავინ არავის ნაკლებს არ შრომობს, ვინც ახლა რეალურად გეშავები არიან, მე თვითონაც როცა ვგეშავ, ჩემზე უფრო მეტადაც გეშავენ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც საერთოდ ნუსხიანი ძაღლი არ ყავს, მაგრამ ჩემზე მეტად გეშავს. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ კარგი ინდივიდები, კარგი ძაღლები ვაჩვენოთ უფრო ფართო მასებს, უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებსაც ამის პრეტენზია აქვთ, რომ არიან კარგები. და გამოვიდეთ საერთაშორისო შეჯიბრებზე ეს ანუ ჩვენთვის როგორც ახალგაზრდა მემდევრისთვის, ახალგაზრდა მემდევრისთვის არის გამოწვევა და ერთადერთი ამ კლუბის მიზანი კიდევ თქვით და კიდე გამიმეორებ რომ არის ის რომ ჩვენ შეგვიწყოს ხელი ჩვენი ბიზნესის მიღწევაში და დანარჩენი უკვე რაც იქნება ავის კლუბი აქავართ ითქვეს ბიჭებმა და ბანემ ნახან თქვი მე ვიტყვი რომ ლეკვის ჩამოყვანა იქნება ძაღლის ჩამოყვანა იქნება თუ ვინმე სურვილი ექნება შეგვიძლია დაგვიკავშირდეს აქაც კეთდება კარგი დათვები და კარგი შეჯვალებები კარგი ძაღლებიდან იქნება შეგიძლიათ იქიდან აიყვანოთ და ყოველ შემთხვევაში ჩვენი განწყობა არის მეგობრული ყველას მიმართ და რა ვიცი ერთ საქმეს ვაკეთებთ და ჩემი დიდი სიხარული იქნება თუ ეს საქმე განვითარდება ისე რომ უფრო და უფრო მეტი საველე შეჯიბრი იქნება მეტი მოწადინება მეტი მონდომება და ეს ჩვენი რაღაცა ოთხფეხა მეგობრებისადმი სიყვარული იქნება, ნადირობისადმი სიყვარული იქნება, წავიდეს წინ, განვითარდეს და საქართველოშიც იყოს ის რეალობა, რაც გვაქვს ევროპის სხვა ქვეყნებში მაგალითად დღეს. კი ბატონო. საერთაშორისო. კი, უფრო და აი ძალიან კარგად გქონდიო რა და უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება, პოპულარიზება როგორც უნდა მოხდეს, თავარი ის არის რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ჯიშების კი არა ზოგადად FCS საგვარეულოს ხონებ დევრების შეჯიბრებიათ რომ რაღაც დაინტერესების უნდა დავაინტერესოთ ხალხი რომ აყვნენ რა და პოპულარიზება მოვახდინოთ რა და ამას ჩვენ არ ხუთვით ამის პირობას რომ ახლა გაიცეთ რომ ჩატარდება შეჯიბრი ნახავთ თუ რა დონის შეჯიბრი იქნება როგორ ჩატარდება როგორი შეფასებები იქნება ასე თუ ის ამას ესე კონკრეტიკაში აღარ მინდა ამ ყველაფერზე შესვლა, მაგრამ დაახლოებით ვარაუდი გვაქვს, რომ 10-12 ძაღლი გვეყოლება პირველივე შეჯიბრზე. შეიძლება იყოს ეს ერთი შეჯიბრი, მეორე შეჯიბრი, შეიძლება იყოს ორდღიანი შეჯიბრი და ამ ყველაფერზე უფრო და უფრო დაწვრილებით მივაწვდით ინფორმაციას ამაზე, ჯერ ადრეა ამას საუბარი. ემშვიდობებით. ბიჭებო, ხო მე მგონი სრულად ვილაპარაკეთ ყველაფერზე არჩევგელო რომ მეთქვა თუ ვინმე სამეკითხვა გექნებათ ნებისმიერ ჩვენთაგან ვიце-პრეზიდენტ წაგილეკეთ არ იქნება ჩვენი მხრიდან არანაირი პრობლემა პირიქით მოხარულები ვიქნებით თუ დაგაინტერესებთ და დაგეხმარებით ამაში არჩენი რავი წამოწევებს უსურვებ ბიჭებო მაგარ საქმეს ვაკეთებთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა მივყვეთ და ვისაც კიდე როგორც ვთქვი რომ ჩვენთან შემოერთება და ჩვენთან დამეგობრება დომება ჩვენ მარტო გაგვიხარდება ეს რა არანაირი ის რომ რაღაცა ვიღაცა ამივიღეთ პირიქით მოწადინებულები ვართ იმაზე რომ რაც შეიძლება მეტი და ჯანსაღი ხალხი შევიკრიბოთ ამ კლუბში რაც შეიძლება მეტი ნუსხიანი ძაღლი მეტი ჯიშიანი ძაღლი და მეტი განვითარება კი ბატონო ძაღლსაც და სამონადირო სფეროსაც და ნადირობა არ არის მარტო ძაღლები მოკალი ან რაღაცა რავი არა
თქმა სხვა რამეა და ბევრ რამეს მოიცავს იმის გარდა კიდევ ვიდრე წახვედი და რაღაც. ხო და აი ზუსტად პირველი მაგი ვინდა ხალხს დავანახოთ. აი მაგიტომ უნდა და შემდეგ უკვე ყველაფერი იქნება რა. იმ ძახის ძალიან დიდი მადლობა. მეცადეთ მაქსიმალურად ინფორმაცია მე მგონი ყოფილიყო ჩვენი განაღებული ვიდეო და რამე თუ გამოგრჩა ეხა შემდგომში კი ხო შემდგომში იქნება პირადად შეიძლება ყველა გუგლს და არ იქნება მე მგონი ჩვენ დაკავშირო პრობლემა არ აქვს. აბა დროებით და იმედია რომ თქვენი ინტერესი იქნება ამ კლუბის მიმართ რა.